მეგობრებო, მოგესალმებით. ერთი ორი სიტყვა ვთქვა ამ დენდრობიუმის შვილიკოზე, ახლა უკვე გამომივიდა მე ამათი გადარჩენა, გამრავლება, გაზრდა. შარშან რომ მოუხსენი, გამეფუჭა, ჯერ დიდხანს ძალიან კარგად იყო, მაგრამ მე მგონი გამოშრა. ეს შევატყე ახლა ჩემთვის ეს არის ღირებული ინფორმაცია, რომ დენდრობიუმის განსაკუთრებით ჩვილებს თავიდან ხო ვფიქრობდი, რომ ესენი ჰაერშია თქო, ფესვები ჰაერში აქვს და ამიტომ მიჩვეულები არიან ტენის გარეშე და ჭარბი მორწყვით და ტენით დამილპება. მაგრამ არ გაამართლა მასეთმა მიდგომამ, როგორც ჩანს, კი იყვნენ ჰაერში გაშვერილი ფესვებით, მაგრამ მიმაგრებული ხო იყვნენ თავიანთ დედა დენდრობიუმის ღეროზე და იქიდან საკმარისკობას იღებდნენ და მერე პირდაპირ რო ჩასხდნენ ჩემგან მიჩენილ ქოთნებში გაუჭირდათ ტენის გარეშე. ეხლა ესე გავაკეთე წელს ამათ შევამჩენია, რომ თუნდაც 3 დღე რო არ მოვრწყავ. აი ესე არ უნდა ლივლებდეს წყალში, მაგრამ მორწყვა სჭირდება. მაგალითად, ისე როგორც სხვა ყვავილებს წყვევთ, გარედან შემორწყე, წყალი გაუვიდა, დადე. ჩადგმით დაუშვათ, არ უნდა ჯერ ჩადგმით, რადგან შეეჩვენე. ხო და თუ მშრალად ტოვებდი და არ ავწყავდი, უშრებოდა ფოთლები. ფოთლები კი არა, ღეროები, ფოთლებიც. მაგრამ აი ეს ფესვები უშრებოდა და მე გამშრალი და მკვდარი ფესვები ხო აღარ არის ნორმალური ფესვები და ამიტომ ამათ ბრწყავ. თითქმის 2 დღეში ერთხელ მე მგონი. და ძალიან ყოჩაღები არიან, 11-ია ეხლა სხვაგან ალაგია ეს წამოვიყვანე გადასაღებად. აი ესეთი პატარა შვილიც კი ამოუყვანია, შვილის შვილი. როგორია, აჰა. კარგია ხო? თვითონაც რო პატარა შვილი ყובה და ისე რომ მომაგრდა, რომ არც თვითონ ყდება, ვითარდება და შვილიც წამოიღო. ეს და რამოდენიმე იყო ყოჩაღები, ყველა ასეთი ყოჩაღი არ არის, მაგრამ როცა მოხსენი, არც მოხსნისთანავე არ იყვნენ ისინი, პაწაწინები. ესეთი ყოჩაღები და დიდები. ხო და კარგად ვითარდება, რა უკვე ვიცი მე დენდრობიუმი თუ არ გაყვავდება და ამოიტანს კეიკებს, შვილიკოებს. რატომ უნდა გავაფუჭო, გადმოვიტან მერე ესეთ პატარა ქოთნებში. ჩვეულებრივ არის ჩარგული, დომინოში ვიყიდე. ეს ქერქები ნორმალური ქერქებია ძალიან, იმიტომ რომ თუ ძალიან მსხვილებში რო ყიდიან ხოლმე თვითონ დაჭრილებს მსხვილებს, იმას ხარშვა უნდა და დიდხანს უნდა იმას, რომ მიიტენის შემწოვი გახდეს და განსაკუთრებულად სხვადასხვანაირი მორწყვა უხეშებიც არის და ესენი ნორმალურებია, ჩარგე პირდაპირ იტანს, ეგუება ყველანაირი ორქიდეა. ძირში ჩვეულებრივად უყრია რა, 1-2 ან კენჭი, ან კერამზიტი. ეს ნიჟარა ისე დავადე, ზღვიდან წამოვიღე და ვიფიქრე, აბა ისთვის მაქვს ამდენი მეთქი და ყველას ჩამოვურიგე და მე მგონი მოსწონთ. სინამდვილეში წამოვიღე, იმიტომ რომ ვენერინი ბაშმაჩოკებს, პაფიდოლეუმებს უყვართ თუ ამბობენ ხოლმე, ნიჟარები კალს შეიცავს და ფხვნიან და უყრიან, მაგიტომ წამოვიღე, მაგრამ ისეთი ლამაზი ნიჟარებია დამენანა მერე დასაფხვნელად, თან ჯერ არ გადამიტანია ის ბაშმაჩკები, ესე ვიტყვი, მაპატიეთ მეგობრებო, როგორც მიჩვეული ვარ. ძნელი სათქმელია პაფიდოლეუმები. ჯერ არ გადამიტანია, კარგად ვითარდება, მერე იმაზეც ჩავწერ რგოლს და ეხლა ამას ეძღვნება დენდრობიუმის შვილებს, რომელიც გასულ წელს ყველა გამიფუჭდა დამენანა. ამათზე ბევრად ყოჩაღები და დიდები მოუხსენი, მაქვს ვის ვიდეოც. და თან საკმაოდ დიდხანს კარგად ვითარდებოდა, მე მგონი შერწყვა შეუწყდა. სახლში არ ვიყავი, იმიტომ თუ სასუქები მივაყარე. მე ეს ცუდი ჩავა მაქვს, როცა ორქიდეა თავს ძალიან კარგად გრძნობს.
იმ დროს ეს აზრი მომოძრავებს ხოლმე, რომ მოდი ახლა რამე ვცადო, რომ ვიცოდე, ჩემთვის ცოდნაც მთავარი, აი მაგალითად ფუჭდება ორქიდეები, ხო კი ძალიან მენანება და არაფერს არ ვაფუჭებ ძალით, მაგრამ დაუშვათ გაფუჭდა სამაგეროდ გამოცდილება ხო შევიძინეთ. რაღაცნაირად მართალია ახლა იტყვით მეგობრებო, რომ თუ ამდენი ყიდვის ფასად და ამდენი წლის განმავლობაშიო, მაგრამ მე ესე ზუსტად ასე მიჩენილი როგორც ხვებიური ან ვერ ვარ, იმიტომ რომ როგორც რთული ცხოვრება მაქვს რა ძალიან და გონება მოდი მოვაცხვა რაღაცეებით ამ მაქვს დატვირთული და ძალიან დიდ სიამოვნებას და შვებას მანიჭებს მე ჩემი ყვავილები, მაგრამ არ მაქვს დრო ისე რომ დავჭრი და ამათ მოვლას და სიამოვნებას მიუძღვნა სამწუხაროდ ჯერჯერობით და იმედია შეიცვლება ჩემს ცხოვრება საუკეთესოდ და მაგრამ ძალიან რომ მიყვარს მაინც წამწევს ხოლმე სული მოვიდან და ამდენი ხნის განმავლობაში ნებისმიერი ადამიანი მე მგონი შეძლებდა რა ორქიდეებს დაუმუღამოს ასე ვიტყვი ჟარგონულად რაღაცნაირად ახლა რო თქვა უფრო რაც ოდენას მეტყვიო ისევ იგივეს ვიტყვი რასაც ყველა იძახის მაგრამ რაღაცნაირად ხელი ეჩვევა თვითონ გეჩვევიან თუ ინერციით უკვე იგებ გუნების გარეშეც უვლი კარგად აზრის გარეშეც თქვენ რა თქმა უნდა მიაქციეთ აზრით ჩააყოლეთ და ინებრივირეთ და გაიხარეთ თქვენი ორქიდეებით შეიძინეთ ერთი თუ არ გაამართლებს ეს თქვენი ბრალი არ არის ხშირად იქიდანვე გაფუჭებული მოდის ხოლმე ორქიდეა ძალიან გვიან გვდება მოსაგდომად განწირული არის ხან და შეიძლება გაქაჩოს დიდხანს და შეიძლება ძალიან მაგრად განაღებულმა ბევრი ფესვები კონდეს და სიცოცხლის დიდი უნარიანობასა და მოქმედებებს ამჟღავნებს მაგრამ უცბად რაღაცის გამო გაგიფუჭდეს მე მას ემონდის ხოლმე უცბად რაღაცის გამო და ამიტომ ეხლა მე ბრალებიან და ფანელოფსისებს არ ვიძენ შეგნებულად ჯერჯერობით სანამ მაგათვის დრო არ მექნება და ჩემთან ძალიან კარგად გრძნობენ თავს ციმბიდიუმები და ესეთი ბულბოსნები რა ციმბიდიუმები ის პაფიდოლიუმები კამბრიები კედერებია ესენი დენდრობიუმები და ყველა მათი მსგავსი ფანელოფსისების გარდა ან ყოჩაღები არიან ან უფრო ალბათ ჩემ ხასიათს მიახლოვებულები ფანელოფსისების გაფუჭებას მე ძირითადად ვაბრალებ სიცივეს რადგან მე ვერძლებ უხაერობა მაწუხებს და მუდმივად ღია მაქვს ფანჯრები ზამთარში წყარებები და სიცივეში ხდებიან ისეთი ადგილი არ არის რომ დაალაგო და არ გააყო ხოლმე და სიცივე აფუჭებს იქ ცხოველები არიან იქ სხვა ადამიანები არიან და ღია ტოვებენ ან გადადგავენ გადამოდგავენ აქეთ-იქით დაატარებენ და ვერიტას ნაზები არიან ფანელოფსის ერთი ძალიან ადვილი მოსავლელია ხალხი ამას ვინც არც იცის ორქიდეებისა და შეიძენს ჩვენივრად გაართვევს ხოლმე თავს აგერიქ როგორი ლამაზი ვარდი დარგო ჩემო შვილიშვილმა სად არის არა ჩანს აი მეც წინა იყო მგონი 1 წლის რომ ისე მივეცი გაწუნიკული ღერო და გაიხარა სათამაშოდ უეკლო სპეციალურად არ შემირჩევია ისეთი კალამი რომ თავარი იყო ეთამაშე და მე გადავიტანე თითქოთანში ძალიან მიყვარს მისი გახარებული ყვავილები სხვათა შორის კარგი ხელი აქვს ჩემ გოგონას რასაც ჩარჭობს რომ ეტყვი ხოლმე ვიექსარეველაა და რატო წვალობ მივცემდი ხოლმე ჩემთან რო ცხოვრობ და ქოთნებს ყველაფერს და უვლიდა ხოლმე წავიდა გერმანიაში და მართლაც გაიხარა იმისმა ჩემი აზრით გადაყრილმა სარეველა პოტებმა და რაღაც ესეთებმა ხო ეხლა დიდი მადლობა ყურადღებისათვის ანუ ამ დენდრობიუმს სიცივეზე არა აქვს პრობლემა გაშრობა არ მოსწონს ამის ფესვებს ახალ დენდრობიუმებს შულიკოებს ვიძახით თორე დედები უფრო მეტად ამტანები არიან და თავიდან მარტო სასუქები არ უნდა არაფრად ჩემი აზრით არ უნდა მე არ ვასხავ მიფუჭდება ხოლმე მე რო გაიზებიან მე როგორც საჭიროთ ჩათვლით და ჩვეულებრივ ქერქებშია ეხლა ეს რადგან გარეთ გამოვიტანე და ხმება ხოლმე და შეიძლება ცოტა ხავსები დავალაგე ისე მეხავს არ ვხმარო
ეხლა გავუბედე ხავსის ხმარებაც, როცა უკვე ვხედავ რომ აღარ მირბება ორქიდეები და აი ესია რა პატარა თეთრი კენჭები ძირითადად მხოლოდ ქერქშია. პატარა ქოთანში რვა კერამზიტების ძირში დიდად არ უნდა 1-2 ისე ჩავაგდე. და მეზარა რო წამეყო და თავის ადგილებზე დამელაგებინა და აქ ჩავალაგე. ეს მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ თქვენს ჯანმრთელობას და თქვენ ყვავილებსაც.